35 წლის კაცი, რომლის ცხედარიც დღეს შუახევის მუნიციპალიტეტში ხრამში იპოვეს, მაშველი ნოდარ მიქელაძეა. ცხედარი სოფელ ფურტიოსთან გამთენიისას ნახეს. გამოცემა ბათუმელების ცნობით შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც გუშინ სუფრასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირებაში პოლიციის თანამშრომელიც მონაწილეობდა. თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. დღევანდელი შაბათის მარშის მთავარი ლოზუნგია. შეკრება ფილარმონიასთან დაიწყო და რუსთაველისკენ დაიძრა. პაატა ბურჭულაძეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენს გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს მოუწოდა დაინტერესდეს მსოფლიოში აღიარებული ბანის საქმით. ირაკლი შაიშმელაშვილი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. გედედეს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოჯახთან ერთად წელიწად ნახევრის წინ დატოვა. მას რამდენიმე დღის წინ 4 ოქტომბრის საქმეზე დაუსწრებლად 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოცნებაში ამბობენ, რომ შაიშმელაშვილისთვის თავშესაფრის მიცემის საკითხზე 2 ქვეყანას შორის ლაპარაკი იქნება. საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თურქეთში, ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთში მოგზაურობენ. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მოქალაქეების 214,000 ვიზიტი დაფიქსირდა თურქეთში, 143,000 ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნებში, 111,000 ვიზიტი კი რუსეთში.